ზესტაფონის მარგვეთმა საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდს უმასპინძლა და 86-ით 108 დამარცხდა. შეხვედრა მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა. განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი დედაქალაქში გაიმართება და სწორედ მის შედეგზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა ზესტაფონერ კალათბურთელთა გუნდი თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას. ეს შეხვედრა მარტში გაიმართება. მანამდე კი რამდენიმე დღეში უფრო კონკრეტულად 8 თებერვალს ზესტაფონის მარგვეთს სუპერლიგის მომდევნო ტურში თამაში მოუწევს. ჩვენი ქალაქის გუნდი გაგრელ კალათბურთელთა გუნდს დაუპირისპირდება. პირველ რიგში მივულოცავთ ესეოს გამარჯვებას, რთული თამაში იყო, სამწუხაროდ დაუმარცხეთ და არაუშავს არსებობს მეორე რაუნდი, ესე ვთქვათ, მეორე ტური იქნება სათამაშო ესეოს წინააღმდეგ და ვეცდებით რომ მოვიგოთ. 8-ში გვაქვს შემდეგი თამაში ამრას წინააღმდეგ 8 თებერვალს თბილისში. და სუპერლიგაში ვაგრძელებთ მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, თასის და გათამაშებაც არ დასრულებულა და შეიძლება რომ თასის მოგებაც შეიძლება ასე ვთქვათ. ნამდვილად კარგი თამაში იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენი მარგვეთი თამაშობდა. ჩვენ თავისთავად მოგება გვინდოდა, ჩვენ გუნდს გულშემატკივრობდით, მაგრამ ამ ეტაპზე დავმარცხდით. კარგად ჩაიარა თამაშმა, ველოდებით შემდგომ მოგებებს.